მოგესალმებით, მეგობრებო, საინტერესო სტუმარი მინდა კიდევ ერთხელ წარგიდგინოთ, ადრე გქონდა მე და ქალბატონ ლიკას ლაივი, საერთო. ქალბატონ ლიკა არის ჩემი ფსიქოთერაპევტი, გეშტალტ თერაპევტი, პროფესიონალი გეშტალტ თერაპევტი არის ქალბატონ ლიკა და ძალიან საინტერესო ადამიანი არის, იმიტომ რომ მუშაობს ტაროთი, ასევე და აქვს დიპლომი დაცული ტაროსა და გეშტალტ თერაპიის სინთეზზე, ესე რომ ვთქვათ, როგორც მე მაგალითად. ნაკლებად კი, ნაკლებად ყოველ შემთხვევაში პროექციული მეთოდის გამოყენებაზე გეშტალტ თერაპიაში, რაშიც ტაროს ვიყენებ მათ შორის მეტაფორული ბარათებია და ტაროს ბარათებია, რომელსაც ერთნაირად კარგად ვიყენებ ამ პროექციულ მეთოდში. ძალიან საინტერესო არის ეს სინთეზი, სხვათა შორის და თქვენც იმედია რომ ეს დაგაინტერესებთ და ვისაც გექნებათ სურვილი ხა ქალბატონ ლიკასთან გაიაროთ ეს უნიკალური პრაქტიკა, რომელიც არ მგონია სხვა ვინმე ამას აკეთებდეს საერთოდ. შეგიძლიათ მოგმართოთ. მაგრამ ჩემთვის იყო ერთი ძალიან საინტერესო მომენტი ქალბატონ ლიკა უზნაძის ინსტიტუტში რომ დავიწყე ლექციებს რომ ვესწრებოდი, სწავლა რომ დავიწყე. ნუ იქ იყო ძალიან აქტიურად საუბარი, რომ აი იყო ერთი ქალბატონი, რომელმაც ტაროზე დაიცვა სადიპლომო გეშტალტში და ფიგურირებდა. ნუ სულ ეს მესმოდა და ნუ ახლა შემთხვევით ისე მოხდა რომ უნდა მიგვემართა ფსიქოთერაპევტისთვის, რომელიც გეშტალტ ინსტიტუტში განსაკუთრებით იყო სერტიფიცირებული გეშტალტ თერაპევტი და მოვედი ქალბატონ ლიკასა, წარმოდგენ არა მაქვს ვისთან მოხვდი, უბრალოდ მირჩიეს რომ კარგი თერაპევტი არის და ტარო არის აკაშლილი და ლაპარაკო და აღავაჩინე რომ აი ეს ქალბატონი არის თორმე ვისაც დაუსრულებია და დიპლომი დაუცია თორმე ტაროთი და ესე რაღაც სამყარო მომიყვანა ესეთი გაცდა მაქვს ხოლმე ჩვენ ერთმანეთს პოულობთ ხო იცით ცოტა ესეთი განსხვავებული სოფხედელობის ხალხი რაღაცნაირად ესე ხდება ხოლმე და ძალიან საინტერესო არის ჩემთვის მართლა ქალბატონ ლიკა იმიტომ რომ მე ვცდილობ ეზოთერული სფეროში რაღაცნაირად ფსიქოლოგიასთან აი სინთეზში გამოვიყენოთ ეს ყველა ენერგია და აი თქვენს რაღაც გონია რომ ამ ორივე მხარეს ხართ ორივე სამყაროს აერთიანებთ ძალიან კარგად და თავდაპირველად ქალბატონ ლიკა მოგუყვება რა არის ეს მაგალითად რა არის გეშტალტში ანუ ფსიქოთერაპიულად გამოყენება ტაროსი და შემდეგ მინდა რომ ქალბატონ ლიკასთან ერთად პრაქტიკაში გაჩვენოთ ეს მეტაფორული ბარათებით სხვადასხვა საკითხზე მეც მაინტერესებს ძალიან იმიტომ რომ ახლა ისეთ რაღაცას შევთანხმდით რაც არ გაგვიკეთებია და ძალიან მაინტერესებს და აი რომ მოვიყვეთ ქალბატონ ლიკა როგორ მუშაობთ კი ესე იგი ზოგადად ეს მეთოდი, პროექციული მეთოდი არის ფსიქოლოგიაში ძალიან ცნობილი, ძალიან მიღებული. რაც შეეხება ხა ტაროს თემას, ის პირველად შემოიტანა იუნგმა. როგორც ასტროლოგია. ხო, შემოიტანა იუნგმა იმის გამო, რომ ტაროს 22 მაღალი არკანი არის ძალიან არქეტიპული და არქეტიპებზე საუბრის დროს აი სწორედ ეს იყო რაც ну ასე ვთქვათ დაიმოწმა როგორც ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითი არქეტიპულობის რაც შეეხება ჩემს მეთოდს კი მე ვიყენებ ასე ვთქვათ აი ამ ძალიან საინტერესო მეთოდს უბრალოდ არის ასევე ის რაც შემოვიდა სადღაც ეს იყო პირველად 80-იანი წლები იყო როდესაც მე-20 საუკუნის როდესაც აი ამ მეთოდმა დაიწყო ფსიქოლოგიაში შემოღწევა მეტაფორული ბარათები და თუმცა დასაწყისში იყო გაკეთებული ეს მეტაფორული ბარათების პირველი დასტა მხოლოდ და მხოლოდ აბსოლუტურად სულ სხვა იმითი დატვირთვით ხო ავტორმა ის გააკეთა უბრალოდ იმისთვის რომ არა ხელოვნების პოპულარიზაცია, სახვითი ხელოვნების პოპულარიზაცია და ასე შემდეგ, მაგრამ მორიც ეგეტმაიერმა რომელმაც დაინახა პირველად აი ეს ბარათები უცებ აი ეს გაუჩნდა ასოციაციები და აი ასეთი პროექციული სახით დაიწყო ამ გამოსახულებების გამოყენება და პრინციპში მართალიც არის, იმიტომ რომ იცით რა, სულაც მე ყოველთვის ვამბობ ხოლმე, რომ სულაც არ არის აუცილებელი, რომ გინდა თუ არა აი პირდაპირ მეტაფორული ბარათების დასტა იყიდო
იმისთვის რომ ვთქვათ იმუშაო. ნებისმიერი ეს იქნება ტარო მაგალითად, იმიტომ რომ ტარო მიყვარს, იმიტომ რომ ძალიან სიღრმისეული სიუჟეტები აქვს მას და ძალიან კარგად გადის ადამიანი თავის არაცნობიერზე და ეს არის ერთ-ერთი ძირითადი მიზანი აი ამ პროექციული მუშაობის, რომ გავიდეთ არაცნობიერზე და მოვიპოვოთ ინფორმაცია იქიდან. მაგრამ ისე ზოგადად კაცმა რომ თქვას ნებისმიერი გამოსახულებებით, აი ნებისმიერი სურათები შეგვიძლია ჩვენ ავიღოთ და იმითი ვიმუშაოთ როგორც მეტაფორული ბარათებით. ჩვენ შეგვიძლია ინტერნეტიდან ამოვიღოთ თქვათ რაღაცა სურათები, რომელიც გვეჩვენება, რომ აი ძალიან კარგად გახსნის რაღაცა თემებს. მე მაგალითად მინახია, რომ ყოფილა გაუკეთებიათ და ყოფილა ესეთი ბარათები, მაგალითად კარებები. და აი უამრავი სხვადასხვა კარი. და აი იქიდან რომელ კარს ირჩევ და როგორ მიდიხარ. ან ფანჯრები, ან ხიდები მაგალითად, მთელი ასე ვთქვათ კოლექცია ხიდების. და აი რომელ ხიდზე გადიხარ, რა არის ეს შენთვის და ასე შემდეგ. პროექციული მეთოდი სწორედ ეს არის, რომ ჩვენ ვაპროეცირებთ ჩვენს ფიქრებს, განცდებს, ემოციებს იმ გამოსახულებაზე, რომელიც გვიდევს წინ. და მეც როდესაც ვაკეთებდი ჩემს ასე ვთქვათ სადიპლომო ნაშრომს, ეს იყო ძალიან თვითონ თემა იყო ძალიან საინტერესო, იმიტომ რომ ეს იყო ონკოლოგია გეშტალტ თერაპიაში. და ესე იგი ზუსტად ჩემს კლიენტთან, რომელიც იყო ონკოპაციენტი, ჩვენ ამ მეთოდით ვმუშაობდით. იქ იყო მეტაფორული ბარათები, იქ იყო ტარო და სწორედ პროექციული მეთოდით მივდიოდით. იმიტომ რომ ვუყურებდით, აბა რა არის შენთვის შენი ავადმყოფობა, აბა როგორია. საიდან წამოვიდა, აბა ვნახოთ, რა ხდება. რა შეიძლება რომ ვთქვათ, რა გზით შეიძლება რომ წავიდეთ. ანუ რა არის ამისი დაძლევის გზა. ან რა გზა არის ის, რომელიც სამშვიდობოს გაგიყვანს, ასე ვთქვათ. და ასე შემდეგ, აი ესეთი ძალიან სადა, მაგრამ არა მარტო ეს უამრავი თემები იყო, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ონკოლოგია უბრალოდ ისე არ მოდის. იქ არის ძალიან ბევრი წინაპირობა, ძალიან ბევრი ფსიქოლოგიური ესეთი ჩვენც ხედავთ როკაში. რა ამბობს ადამიანი სად არის ახლა და როკა სად არის? უკვე ჩანს რომ ესე თუ გაგზელა ონკოლოგიაში მივა 1-5 წელიწადში. აი, ესე იგი რუკაშიც ჩანს. მე მახსოვს კარგა ხნის წინ, როდესაც ლაზარევს ვუსმენდი, როგორ საუბრობდა იმის შესახებ, რომ აი ვესაუბრებიო ადამიანსო, ვუყურებო და ვხედავ, რომ მომავალი არ ჩანს, არ არის. არ არის. და როდესაც ჩვენო შემდგომ ვმუშაობდითო და თუ ისო მომყვებოდაო, ძალიან კარგად მახსოვს, რასაც ამბობდა, რაღაც მომენტშიო, როდესაც მოდიოდა ერთ-ერთ შემდეგ სეანსზე და რომ ვუყურებ და ვხედავ, რომ გამოჩნდა ეს მომავალი, ხო? აი, რაღაც მიახლოებით მეტაფორულად რო ვთქვათ, აქაც დაახლოებით იგივე ხდება, იმიტომ რომ ადამიანი როდესაც ხედავს თუ რა ხდება მის არაცნობიერში, რა პატერნები აქვს, ხო? საიდან წამოვიდა ეს ყველაფერი, რომ ასეთ მდგომარეობაში აღმოჩნდა და რა გზები შეიძლება აირჩიოს, რა შეიძლება რომ გააკეთოს, რას გაყვეს, ვთქვათ, რა ემოციებს, რა შეგრძნებებს, როგორ შეცვალოს თავისი ცხოვრება. აი, აქ უკვე ხდება ხოლმე იმ გზის დასახვა, სადაც უკვე ალბათ მომავალი არის. და აი ზუსტად ასე ვიყენებთ, ანუ ეს ყველაზე მთავარი და აი ამისი მთელი ნიადაგი, ეს არის პროექცია. და ხშირად კლიენტებს, იმიტომ რომ ჩვეულებრივ კლიენტებთანაც ვმუშაობთ, ახლა ბუნებრივია მათ საკითხებზე, ვისაც ეს სურვილი აქვს და არიან ისეთები, ხო, ზოგს მაგალითად ანუ ვერ ჯდება, არ ეხერხება ესეთი რაღაცეები. ოკეი, სხვა მეთოდებით მივდივართ, ხო, სხვა მეთოდებით მივდივართ, ხანდახან იმათ უფრო ვთქვათ ეხერხებათ ვიზუალიზაცია და მაშინ ვიზუალიზაციით წავალთ, ვთქვათ და ასე შემდეგ.
მაგრამ აი ზოგი პირდაპირ ამით იმოდის, რომ მე ვიცი, რომ თქვენ პროექციული მეთოდით მუშაობთ და მე ძალიან მაინტერესებს და ნუ იქ რა თქმა უნდა ამითი მუშაობთ ხოლმე და მართლაც მე მინდა ვთქვა, რომ ძალიან საინტერესოა, იმიტომ რომ როდესაც იღებენ ესე ბრმად, მით უმეტეს ეს საოცარი ეფექტია ხოლმე, იმიტომ რომ ადამიანი მართლა ბრმად იღებს კარტს, იმიტომ რომ ვეუბნები, რომ ბრმად ამოიღე, ანუ არ შეხედო, აი ნებისმიერი დასტიდან ამოაცალე და დადე. და რომ დადებს და იწყებს ლაპარაკს, და მოდის ეს ყველაფერი, მთელი ინფორმაცია და მე ამბობს, მართლა ჩემი და როგორ ამოვიღე ეს კარტი? აი, როგორ მოხდა, რომ ის ამოვიღე, რომლის გარშემოც ტრიალებს მართლა ჩემი საკითხი. ხო, ეს არის ეხლა სანამ დავიწყებდით, რომ მოუყევი ქალბატონ ლიტას, რომ წინა დღეებში რაღაც საკითხზე მუშაობ, თქვათ და ეს როგორ გადავჭრა? გავშალე ერთი საერთოდ სხვა ტაროს კარტით. ერთი და იგივე, ზუსტად მეორე ტაროს არის ეს გავშალე. იგივე მოვიდა. თანმიმდევრული და ყველაზე საინტერესო ის არის, რომ ის რაც ამოვიდა ადრე ჰიპნოთერაპიაზე მაქვს ნახე როგორც გზა. ანუ აი მაგიდან დავიწყე მე უფრო ტაროსითი და ინტერესება რომ რასაც ჩვენი არაცნობიერია ჩვენთან. და ესე მგონია რომ ეს ტარო არის შექმნილი და ზოგადად ესეთი ეზოთერული პრაქტიკები, გრუნები იქნება, ასტროლოგია ცოტა სხვანაირად არის, მაგრამ ერთი სამყარო სხვადასხვა ენით მოლაპარაკე ესეთი არის ეს სისტემები. ესეთი განსხვავება აქვს და რაც თქვა თერაპიულად მიმუშავია, ფსიქოთერაპიულად. ერთი და იგივე არის იქ ასტროლოგიურ კომბინაციებში რა მინდა პირად რუკაში რაც ჩანს ის თერაპიაზე აღმოჩნდა რომ ის მინდა ოღონდ რატოღაც ვერ მივდივარ იქისკენ მე რომ მინახავს იქ ჰიპნოთერაპიებზე როგორ მივიდე იქამდე ტარომაც იგივე მითხრა რომ ეს მეთოდი არის გასავლელი და ძალიან საინტერესო იყო ამების კავშირი და მაგიტომ აი თქვენთან რომ მოვხდი ეს ძალიან ჯადოსნური იყო ის რომ მართლა ეფექტი აქვს ამ ყველაფერს და ის კი არა რომ ტაროთი ვიმკითხაოთ არა აი თერაპიულად იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ვამბობ ეს მიდის ჩვენს არაცნობიერში ის აღვიძებს ჩვენს არაცნობიერს ის მას გამოყავს იქიდან გარკვეული მომენტები ჩვენი პატერნები ის საფუძველი რასაც ეს პატერნები ეყრდნობა და სავარაუდოდ იმიტომ რომ ეს ხომ სიმბოლოებია კიდევ ერთხელ იუნგს რო დავუბრუნდეთ არქეტიპები ხო ჩვენ ეხა კი ჩვენ შეგვიძლია მაგალითად თითოეული ჩვენგანი ვთქვათ შეიძლება რაღაცა ამოვირჩიოთ და ვთქვათ ეს ჩემი სიმბოლოა და ის სიმბოლოს რაც შეეხება მაგრამ სინამდვილეში სიმბოლოები ხომ არის ძალიან ღრმა მნიშვნელობის მატარებლები და ეს არ არის ერთ წუთში შექმნილი რაღაცა რომ მე ვთქვათ ავირჩიო და ეხლა მოდი ეხლა ეს ამის სიმბოლო იყოს ვერ იქნება იმიტომ რომ ის დატვირთულია ისტორიით ის დატვირთულია ეგრეგორს ხო ეგრეგორ საზოგადოების მისადმი მიმართებით კონკრეტული საზოგადოების და საუკუნეების განმავლობაში მისი გამოყენებით. ამიტომ იქ უკვე ძალიან სიღრმისეული ამბები დევს და შესაბამისად, როდესაც ასეთი რაღაცით არის დატვირთული, რა თქმა უნდა, ის კიდევ უფრო კარგად გვეხმარება ჩვენი არაცნობიერის გამოვლენაში, ჩვენი აზრების კარგად გაგებაში, ჩვენს ემოციებში გარკვევაში, ჩვენი პატერნების დადგენაში და იქიდან გარკვეული გამოსავლის ძიებაში. ეს ყველაფერი ზოგადად ეს რა თქმა უნდა არის თერაპიული მუშაობა და სხვა არაფერი თუ არა თერაპიული მუშაობა, ცხადია. და ეხლა მინდა რომ წარადგინოთ პრაქტიკა. თუ შეიძლება, კი, როგორ არა. მაგიდაზე საინტერესო რაღაცები გვიდებდა ცოტა უნდა ჩამოწიო. კი, აუცილებლად, იმიტომ რომ გამოჩნდეს უკვე გამოჩნდეს ის, რაც ბოდიშით ერთი ცოტა დავამოკლე. მოდი. ჩემს სამფეხა მეგობარს. კი. შეგვიძლია უფრო ახლოც მოვადგა. მე მგონი ესე გამოჩნდება, ხო? შეგვიძლია დაჟე ესე დავა ობიექტივოთ ან ვაჩვენოთ ხოლმე ან აი ესე მე მგონი გამოჩნდება ხო? რა ვიცი ვნახოთ კარგი მოდი რაღაცა თამო
აქტუალური. ხო, აქტუალური რამე აი ის რაც ძალიან გაღელვებს, რაღაც პრობლემა, რაღაც საკითხი, რაშიც აი გინდა რომ გაერკვე. იმდენხანი ვიმუშავე თერაპეულად. აი ეს კონკრეტულად თქო რაღაცა ძალიან მაწუხებს თქო ეს მაწუხებდა დიდი ხნის განმავლობაში. ბევრ რამეში გაერკვე. ბევრ რაღაცაში გავერკვე. ხანდახან ზოგში მივხვდი რომ ვერ მოვაგვარებ და მივიღე. ზოგში მივხვდი რომ მოვაგვარებ, მაგრამ აი ესეთი რაღაც რო გავაკეთოთ, თქვათ? აი ჩემ არაცნობიერში რა არის ისეთი, რაც არის დასამუშავებელი, რომელსაც წვემა არ აქვს. აჰა, ოკეი, ის რაც არის აბსოლუტურად უცნობი და ძალიან საინტერესოა. ძალიან საინტერესოა. მაგას ვეძებ ხოლმე, რაღაც ისეთი ვნახო, რაც ჩემი ცნობიერისთვის და არაცნობიერიც რო ძალიან მალავს, ხო იცით ჩვენში. კი. აბა თქვენთან ერთად გავიგებ ახლა მეც. მოდი ნახოთ. მოდი ეს ავიღოთ ძალიან ისეთია სიმბოლოებით დატვირთული დასტა ეს სხვათა შორის ახლა რასაც ვიღებთ ეს არის Dream Keepers Tarot. აი ეს არის Dream Keepers Tarot. საკმაოდ ცნობილია და ძალიან მართლა ესეთი გამოსახულებები არის ძალიან დიდი სიმბოლოებით დატვირთული და მოდი გავაკეთოთ ასე. ესე იგი აი ესეთნაირად შენ აიღებ ამ დასტას ხელში დაკონცენტრირდები შენს არაცნობიერზე და იმ საკითხზე რომელიც შენ მართლა არ იცი აი მართლა არის დასამუშავებელი გრძნობ რომ რაღაც არის მაგრამ არ იცი რა არის საერთოდ რასაც არ შევხები ვარ არც თერაპიაზე და არც იმიტომ რომ არ იცი იმიტომაც არ შეეხე ხო აი ესე მაგრამ რაღაცა რომ იყოს მნიშვნელოვანი ისეთი რომელსაც შეიძლება დროსთან ერთად მივიდე მასთან მაგრამ კარგია რომ ეხლავე დავინახოთ მოდი აბა დაკონცენტრირდი შენს არაცნობიერზე და აი იმ რაღაც X პრობლემაზე თუ რაღაც საკითხზე ამოვარდა რაღაცა მივაქცია ყურადღება თუ ჩავდო შეიძლება ისე მოდით ჩავდებ და შვიდად და რამდენი კარტი დავდო მოდი ასე გავაკეთოთ პერანგებით ზევით დავაწყოთ რომ არ გაგვეფანტოს ყურადღება და მოდი გავაკეთოთ ესე პირველი იყოს სწორედ აი ეს საკითხი თავად და თავად რაც მნიშვნელოვანია მოდი აი ჯერ ესე დავდოთ შემდეგ აი არაცნობიერში რა ხდება ანუ რა საიდან მოდის ეს ყველაფერი რა არის თავი და თავი იმისა რომ ეს საკითხია და შემდეგ რა გზით იარო რომ გახვიდე სამშვიდობოს რომ დაამუშავო ეს საკითხი ვინმე ფიჩია მოხვედი გავდათ მოხვედი და თუ კაი გადასხმას მოდი კი ანალიზები გაუკეთეთ ფისინი ეს გვაყალდა გამოვარდა ესე იგი აროს ცხოველი მოდი დედა ამა ეს ისეთი მშიშარა დაკალელი ბიჭო ეცებსას გავს კუჯამ შიშარა ძალიან ოკეი მოდი ნახოთ აბა მთავარი საკითხი რა არის მოდი ამოვიღო აბა ნახე მოდი ეს არკანი რატო ამომდის ახლა რაღაცას შლის საერთოდ სხვა რაღაცას ვეკითხები ეს ამომდის რა პენტაკლების მეფე. აი ესეთი ადამიანი, რომელიც დგას და ნახოთ, დააკვირდით კარგად და მოდი, თან დააკვირდი, რა ხდება, რა არის, აი უბრალოდ შეგიძლია შეხედო და თქვა, რა არის ეს შენთვის, როდესაც უყურებ. აი, რა არის შენთვის და რა ემოციები გაქვს ამას რომ უყურებ. ისეთი განცდამაკრო ეს მე ვარ. ოკეი, კი ბატონო, შენ ხარ. რაღაც ცეცხლი
უბრალოდ აქ რატომღაც 7-ად დგას ეს კაცი და მე რაღაც ისე მყავს. ხო, 7-ია. მაშინ არ ჩანს გარედან, შიგნით რო ცეცხლია. იჭერს თითქოს აი ამ. შენ ხედავ ამას, შენ ხედავ ცეცხლს. ცეცხლს ხედავ და იჭერს ამ ცეცხლს, თითქოს არაფერი არ ხდება. იჭერს ცეცხლს. არ ჩანს. თან ახეთ იმაზე დგას სცენაზე თითქოს. ხო, ეგეთი შთაბეჭდილება იქნება. ხალხში აჩვენებს თითქოს სოციუმის წინაშე. შარლ კოსტუმიანი, სერიოზული, ნასწავლი. მაგათ შეგრე ცეცხლია. სცენაზე რომ დგას და ეს ფარდა რო არის, ხო, ეს ყველაფერი. ნახე, აბა, რა ასოციაციებს იწვევს? შენთვის რა არის ეს? თუ ეს შენ ხარ, შეგიძლია თქვა, მე ხო, აი მე ვდგავარ სცენაზე. ეს უფრო ქალაქის სცენა არის. და იქით შიგნით თითქოს აი ცეცხლი იმას ეკუთვნის, იმის უკან რაც არის. ჩემს აღქმაში. და რა არის ეს? ბუნება, ჩემი ბუნება თითქოს აი ესეთია ცეცხლოვანი. ცეცხლოვანი. რა არის ეხლა როგორ ფიქრობ? ყველაფერი მეტყველია ხა ჩვენ როდესაც ამას ვუყურებთ ხო ყველაფერს მივაქციოთ ყურადღება იმ ფარდასაც აი ანტურაჟსაც იმიტომ რომ თან სცენა თან უკან რაღაც ბუნებაა დგას მე თითქოს იქით და ეს არ მომწონს ნამდვილი მე იქით ნამდვილი მე იქით იმ ბუნებაში ეს არ მომწონს და აქეთ ეს არ არის ჩემი უნდა ვითამაშო? ეგ თემაა, რომ აი ეს არ მომწონს, რომ უნდა ვითამაშო? არ გამოვხატავ თითქოს იმ სინამდვილეს აქეთ. რა მიზეზია, რომ აქეთ არ გამოიხატება? სცენაროა? თუ იქით ძალიან თითქოს დიდი ენერგია არის და აქეთ მიჭირს, არ ვიცი როგორ გადმოვიტანო. ესეთი განცდა მაქვს, არ ვიცი. აი შეგრძნებებს რომ დავაკვირდე ახლა ასოციაციებს, რომ too much energy. რომელიც იქით არის შეიფუთოს აქ რაღაცნაირად რომ არ დაწვას გარეთ რაღაც. და აქეთ ვერ გადმოგაქვს. შეიძლება უნდა გადმოვიტანო, არა არ ვიცი რა ფორმით და თითქოს ვაკავებ. მოდეს ცუდი ცეცხლი არ არის, ეს არის ნამდვილი რაღაც ისეთი და დრაივი. ანუ შენ გინდა რომ გადმოიტანო და აჩვენო ეს, ხო? ნამდვილი. რომ ეს ლამაზია. ხო, იმიტომ რომ ესე არ არის ნამდვილი. მე ვაზუსტებ. შენ როგორი განცდა გაქვს? აი ესე როდესაც დგას და ამათ უყურებს, ხო, სცენიდან. ვიღაცას, ანუ არ არის ნამდვილი მთლად. თითქოს უხეში მატერიაში არის ეს გადმოტანილი. შო, გავიგე, ხო, უხეში მატერიაში. კი ბატონო. ეს ამ ჩალოკოსში ეს არის მატერიალური ფორმა მისი. სადაც იმალება და იმისი იქით ბუნება, ცეცხლოვანი, ენერგიული, ხალისიანი. აი რა უყვარს სიცოცხლე და აქ დგას ყუტარისულივით. შო, აი ნახე, ეხლა დაეწყო, ხო? დაეწყო მატერიალური შეფუთვა, როგორც შენ თქვი, მატერიალური სახე მისი, რომელიც ნუ აი ხო. ძალიან ჩარჩოშია. ჩარჩოში და უსულოდ. ვერ გამოხატავს იმ რაღაც დიდ სტიქიას, რომელიც ამის მიღმაა. ხო და ფარდაც როგორ ესეა რა? თითქოს ჩარჩოსავით არის კი. თან არ მომეწონა ეს სამყარო, აი იქით მინდა. ხო. გაცნაურია. ეხლა მე მგონი სელენაზე გავედი, ჩემს სელენაზე. ნახეთ ხალხი მართლა როგორია? ვერძე ესეთი განცდა მაქვს. ფარდა, თითქოს სცენა. ეს ამ უკან ბუნება. და დგას. რაღაც ვიგრძენ, იცით ეს ყველაფერი, ახლა რაც თქვი, აი სხეულებრივად ცხოვრებო რო არის. ეგ არის. ეგ მეთოდია. მან შევედი ამ ადამიანში. ზუსტად ეგრე ვაკეთებთ. შევდივართ და განვიცდით რა ხდება.
გადასაღებ მე თუ ცეცხლი არ გამომაგა. ყველას ესე ვაქტიურებ ხოლმე ცხოვრებაში, მე რაღა უნდა გადმოვიტანო. არ ვიცი. შეიძლება იმის მიღმა კიდე რაღაც იმალება. ხო? იქნებ ნატურალურობა თუ შეიძლება ფიზიკურად გამოვხატავ, მაგრამ ბლოკი იყოს შინაგანი და თავშეკავება, არა და იგივე საკეთებ, ოღონდ ემოციურად არ მიყვები ამას სიტუაცია. აბა ნახოთ. ვაუ, ეს არის ძალიან საინტერესო. ეს ჩვენი პოზიცია ახლა ეს არის საიდან მოდის ეს არაცნობიერი? რა ხდება არაცნობიერში? რა არის იმის ნიადაგი, რა პროცესებია, საიდანაც ეს წამოვიდა? გაურება არის, ხო მე მგონი? არ ვიცი, აბა ნახე შენთვის რა არის? ორი ბუნება. ხალხური და კაცური ბუნება. ოკეი. ეს ადვიყავით აქ? ეს არის აი არაცნობიერი, რაც არის ნიადაგი, სწორედ იმისა. აი ეს პროცესები, რის შედეგადაც აი ეს ახლა გაგშენ. რა ხდება შენს არაცნობიერში, რომელმაც აი ეს გამოჩეკა. როგორც საკითხი. და დაგიყენა. ისეთ განცდა მაქვს რაღაცა ბალანსი უნდა დავაყენო. კაცსა და კაცურ თუ მიწასა და ცას თუ ესეთი ასოციაციები. ხო, რაღაცა ყოველ შემთხვევაში ორ სამყაროში ურთიერთობები მაქვს თითქოს დასალაბებელი. თან ნახე, აბეთ კარგად შედი და მართლაც ნახე რა ხდება, რა ტრიალებს. იმიტომ ძალიან საინტერესოდ არის მართლაც მამაკაცი და ქალი. ხო, რომელიც გამოვლენილია, ვთქვათ, აი აქ მამაკაცის სახით, მასკულინური სახით, ხო? მაგ ესეც ეს მხარეც, შინაგანი რაღაც ქალური ენერგია, რომელიც თითქოს კი, ხო ხედავ რო არის. კი. თანახეთ უფრო დიდი ადგილი უკავია აქ ქალურ ენერგიას. აი თითოეული ნიუანსი რომ მნიშვნელოვანია აქ, ხო, როდესაც ვუყურებთ აი ამ კარტზე. თითქოს აქ დამალულია კაბის ქვეშ მთელი ქალური ენერგიები. კი, მთელი სამყაროა დამალული. იმიტომ რომ შეგიძლიათ გააჩეროთ იმაზე დააპაუზოთ მერე თვითონ კარტზე, რომ კარგად ნახოთ და დაათვალიეროთ რა ხდება. ნახეთ. იმიტომ რომ ძალიან საინტერესო გამოსახულება მამაკაცი ქალი ფერებიც რა ხდება, ხო? ეს ჩვეულებრივი როგორც აქ არის წარმოდგენილი, ზუსტად იგივეა. ქალთან ნახე ჭირდება ეს ენერგია. შენ რო თქვი რომ ცეცხლოვანი რაღაც ცეცხლი არისო, წითელი ცეცხლოვანი ფერი, ხო, ზუსტად და აი ამ ცეცხლოვან ფერში შიგნით ტრიალებს მთელი სამყარო, როგორც შენ თქვი. მთელი სამყარო, ხო? თითქოს აი ეს ყველაფერი დავწვა, ეს ბუნება, მიწა. აი აქ დედამიწაზე, აი ეს დედამიწის ენერგია თითქოს ეს უნდა შემოვიტანო, აი ეს უნდა შემოვიტანო ამის სახით აქ. ხო. ეს ქალური ენერგია ცოტა ესეც ეზოთერული თემაც ხო არ არის, ანა ფსიქოლოგია. როგორც ჩანს, საჭიროება არის ამისი. აი ეს ემოცია, ცეცხლოვანი ტრანსფორმაციაში მოდის ზრუნველ ქალურ ენერგიასთან. კი, შეიძლება. წყალში უნდა გადავიყვანო თითქოს ცეცხლი. ნახე როგორ არის. შენ თუ კი ხედავ, ნახე, მოდი ვნახოთ. აქ არის ორი ადამიანი, მამაკაცი და ქალი. ამის იქით იყო, როგორც შენ ამბობდი, ცეცხლოვანი ენერგიები, რომლებიც ვერ გამოიხატებოდა და ვერ გადმოდიოდა აქეთ, ხო? არა და გინდა რომ გადმოიტანო. ეხლა რა ხდება? ეს დგას და მას აქვს მხოლოდ მატერიალური სახე. ცივი. მხოლოდ აი მატერია განსხეულებული, ყველაფერი თავ-თავის ადგილას აქვს, ხო. და მაგრამ აი აქ ნახე, აბა როგორ არის, აქაც მამაკაცი, მაგრამ ქალი ემატება.
როგორც შენ თქვი ცეცხლოვანი ენერგიით, ხო? ეს მე მგონი უფრო საზოგადოებასთან ურთიერთობა არის ჩემი აზრით. შენთვის მარტო არ უნდა ვიყო. ოკეი. თითქოს ხალხში უნდა ვიყო. ოკეი. ჩემი სასტორი იუპიტერი. კი, სხვა ამ ენერგიას თითქოს ხალხში გამოვხატავდი, სავარაუდოდ. ესეთი ეხლა ესეთი განცდა მომივიდა, რომ მარტო არ უნდა ვიყო. იმიტომ რომ აქ მარტო ვარ და პრობლემა ამაში არის, რომ მარტო დავტოვე თითქოს თავი. კი, და არა მარტო, მე ესე მგონია, ნახე, აბა, კარგად. ხო, ეგ აბსოლუტურად მართალია, არ უნდა ვიყო მარტო, ხო? ურთიერთობებში თითქოს უნდა გამოვხატო ჩემი თავი. კი. იმიტომ შეიძლება ფიზიკურად მაქვს ურთიერთობები, ემოციურად არა მაქვს მე ურთიერთობებში ჩართულობა ესე. უფრო შინაგანაც მაქვს მარტო მე ვარ ამის განცდა. არავინ არ მჭირდება. აჰა. და ურთიერთობ ადამიანებთან, მაგრამ სრულად ჩართული არა ვარ, იქაც სულ მარტო ვარ. ეგეთი განცდა მაქვს და ეხა ეგა წარმომივიდა. მოდის მასკულინური ენერგიის სახით ეს მარტოობა, ხო, როგორც აქ არის გამოხატული. კომფორტულად ვარ თითქოს ამ მარტოობაში, მაგრამ რაღაც არ იხატება ამ მარტოობაში. და ხალხთან ემოციური ჩართულობა. ემოციური ჩართულობა, ანუ ფემინური? ანუ ფემინური? ემოციური ჩართულობა. ანუ ფემინური, რაც აქედან მოდის. ხო, თითქოს ეს რაღაცა, ეს ხმალი, ცეცხლოვანი ხმალი წოდან და გადატრანსფორმირო აქ ემოციებში. შენ ზუსტად თქვი, ემოციური ჩართულობაო, ხო? კი, ზუსტად განსაზღვრა ემოციური ჩართულობა და მეც ესე ვხედავ. ემოციური ჩართულობის თემას ვხედავ აქ. დრაკაც ფიგურები არიან, ახეთ, ქალების ფიგურები და ქალიდან მოდის და ეს უნდა გავამრავლო ქალური ენერგია თითქოს როგორც. კი. იმიტომ რომ მე რომ თერაპიულად უყურებდი ჩემ თავს, სად ვარ. და აი სულ სადღაც მარტო, აი მიდის მარტო მოგზაური რა. მარტო ხელა მოგზაური, რომელიც სხვა სამყაროებში, სხვა პლანეტებზე სულ მარტო დადის და არც არავინ არ უკიდია თითქოს. ეგეთი შეგრძნება მქონდა და აი ეს დავინახე ახლა შესაბამისად, ანუ ამ არაცნობიერიდან, როგორც ჩვენ თქვით, ჩვენ ხო ნიადაგს ვაძებდით, ესე იგი წამოვიდა მარტო კაცი, მარტო მასკულინური მხარე. მაგრამ აქ არის ფემინური მხარეც, რომელიც სადღაც მე შეიძლება ეს არის, აი ეს უკან რაც არის მთელი სამყარო, ეს იყო ადრე და გაიყო და დარჩა ეს. და დარჩა მარტო. და ეს მჭირდება ისევ აქ დაბრუნება, რომ გამთლიანება შევძლო. აჰა. და პლუს კიდე ემოციები როგორც ახსენე შენ, ესეც ჩემთვის ძალიან კარგად, შენ ესე ვთქვი, ემოციები და მე შევხედე და ვხედავ, რომ ამათ თავები სხეულისგან ცალკე აქვთ. ანუ ტვინი არა. ემოცია. ნახეთ? თავები აქვს სხეულისგან ცალკე. რა საინტერესოა. ტვინი არა, ემოცია. აი, იცით როგორ აი ვიცხოვრე თითქოს ახლა ეს ისტორიები შეგრძნებებში. თან რამხელა სამყარო აქვს, პლუს კიდევ ქალს აი კაბის შიგნით რო ჩახედოთ, დაფარული ფიგურებია, რაღაცები ხდება, რაღაც პროცესებია. აი ეს ცეცხლოვანება, ხო? ეს იყო და აი ეს უკან დარჩა და დავრჩი მარტო აქ. ნახოთ, ეხლა ვნახოთ. მარტო ერთ არქეტიპში და რაღაცა გაიხლიჩა პიროვნება თითქოს, ბოლომდე ვერ წამოვიდა თითქოს. ეხლა ვნახოთ რა გზა. ისევ ის ამოვიდა პირველი რომელიც ჩამოვარდა. რომელიც ჩამოვარდა, ესე იგი გზა. ის რომელიც ამოვარდა, ის გამოჩნდა როგორც გზა. გზა. ანუ როგორ უნდა ვიაროთ, რომ გავიდეთ სამშვიდობოს, რომ ეს ამბები ასე ვთქვათ გადავლახოთ, ხო? ოკეი, ნახე, აბა მე იცი რა მინდა, ძალიან საინტერესო რაღაც არის. ეს დამიწიერი ენერგია, ხო? ცოტა დამწება. კი, ერთი არის რომ მიწიერი ენერგია, მაგრამ როგორია?
მოდი ნახე ემოციურად, იმიტომ რომ კარგი, ოკეი, შენ თუ თქვათ მიდიხარ ტაროს მიხედვით რომ პენტაკლები ყველაფერი მიწა, მაგრამ არა, ნახე როგორი განსხვავება ამას და ამას შორის. ძალიან დიდი სხვაობა, აი რომ შეხედავ ემოციურ დონეზე. აბა ნახე. რაღაცა სწავლასთან არის თითქოს ეს დაკავშირებული. Maybe. ჩემთვის აი ემოცია წამომივიდა. ხოს თავისუფლებას მომცემს თითქოს. თავისუფლება პირველი ემოციაა ზუსტად. კი, რაც აი ამასთან მიმართებაში რაც მოდის. კი, ეგ არის. თავისუფლება. იმიტომ ჩანს თვითონ პოზაში ჩანს, ნახე რამხელა თავისუფლება. თავისუფლება არის? თავისუფლება. განათლება არის აქ. ანუ რა გაძლევს თითქოს ამ თავისუფლებას? განათლება. ჩემთვის თითქოს ესე არის და რაღაცა მიწიერი სურვილები უფრო ვიტყოდი ამას, რომ არ უნდა მოვწყდე მიწიერ სურვილებს. Gut, კი ბატონო. თითქოს რეალურად მაგასაც ვაკეთებ, ხა სულ ამას ადგილებში დავდერ ბუნებაში ვსეირნობ. მაქვს აი ამ გრაუნდთან კონტაქტი. ესეთი განსამაგ რასაც ვაკეთებ ეს არის გზა. კი, ვაკეთებ ამას. კი. ვარ ამ გზაზე. კი. და აქ მთავარი ემოცია. ხედავ? სიმშვიდე. იცის რასაც თავისუფლება, სიმშვიდე, შენ რაც თქვი ახლა. თავისუფლება, სიმშვიდე. იცის რას აკეთებს და მიუყვება. ისეთი სიმშვიდე შენაერთია თავისუფლება და სიმშვიდე ახლა ჩემთვის ეს ჩემთვის არის ახლა ჩემს იმაში ვარ ჯაზებში იმიტომ რომ პენტაკლებია და ეს დამიწებულობა არის ანუ აერთიანებს რაღაც ისეთ პოზაშია როგორშიც არის ხოლმე ყველაზე ჩვენი მთავარი არკანი რაც ტაროში არის ეს არის მასხარა რომელიც მოდის და ლამის გადახტეს სულ გამოგდის აი ნახე ესე იგი ფაქტიურად ეს როგორც ჩვენია უფრო ეს უკვე ეს დამიწებული მასხარა ნახე ეს თავისუფლად თითქოს აი როგორც მასხარა რომ უნდა გადახტეს თითქოს აი უფსკრულში რომ ემზადება რომ გადახტეს ხო აი ესეც იმ პოზაშია კი მაგრამ ეს დამიწებული ტიპია კი და არავინ არ აყავს მარტოა თვითონ გვერდზე აჭერდება ცხოველების ისა წყემსობა აი ეს თავისუფლება და ჩარჩოებიც არ არის ხო ხედავ ჩარჩოებიც არ არის აი ესეთი განცდა მაქვს რომ მე უკვე ვაკეთებ ამას და რაღაც სიმშვიდე წამომივიდა რომ სწორ გზაზე ვდგავარ ხო და პლუს კიდევ აი ესე რომ დავდოთ ნახე როგორი რაღაც იქმნება ისეთი თითქოს სურათი რომ ეს მთლიანად აქეთ იყურება. ანუ ხედავს ამასაც და ყველაფერი იცის. ესენი ჰიპნოთერაპიაზეც გარკვეულწილად ნახი მაგ და პირდაპირ სიუჟეტურად ვიცი გადავარდო ესე. მაგრამ ეხლა ჩემ არაცნობიერში ეს კიდევ უფრო სხვანაირად დავინახე. აი ეგ ძალიან მნიშვნელოვანია დავინახე ახლა აი რაღაცნაირად უფრო იმიტომ რომ რეალურად ნაწილებთან მივედი შიგნით ახლა რა იმიტომ რომ ყველაზე ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი არის ხოლმე არაცნობიერში რა ხდება იმიტომ რომ იქიდან გამოვდივართ ხოლმე შემდეგ და იქიდან ვხედავთ იქ რა იყო როგორი პრობლემა დადგა ძალიან ვიგრძენი რაღაც ძალიან დიდს რო ვერ გამოვხატავ ეს ძალიან ვიგრძენი სადღაც აი მთელი დიდი სამყარო მაგაჩერებული და რაღაც უაზრო ფონში ვარ. და არა ფიგურაში. და ამ დროს ბალანსი ყოფილა საჭირო, რომელიც აქ არის წარმოდგენილი, იმიტომ რომ ორია, ხო? არის შიგნით ყველაფერი. ბალანსი. აქაც არის, ოღონდ აქ ფასადზე წინა პლანზე ეს არის წამოწეული და აქ თითქოს არის უკვე ეს ყველაფერი ვიცი და ეხლა მივდივარ დავტოვე ესენი და მივდივარ ჩემ გზაზე, რომ ეს თავისით მოგვარდება ყველაფერი ამ გზაზე, ესეც განცდა მაქვს. კი, რა თქმა უნდა. და საინტერესო იყო მართლა. დაახლოებით ეს არის და მოდი მე მინდა იცი რა რომ მოდი აი ეს ყველაფერი ჩვენ ხო ვთქვით მოდი ესენი აი ეს ერთად დავდოთ
რომ გამთლიანდეს სურათი. გამთლიანდეს, აი ჩვენ ხო ვიცით უკვე რომელმა რა გვითხრა. და ძალიან კარგად იმუშავეს თვითულმა გამოსახულებამ, ძალიან კარგად დაგვანახა ყველა. ეს ხო ტარო ყოფილიყო, ესეც თურმე როგორი აირჩა სწორად, რომ ესე ვერ გავიდოდ. ძალიან მეტაფორული ნახატებია. და მოდი შეხედე და ნახე რამე ხომ არ შეიცვალა შენთვის, აი შენთვის კი არა და ხანდახან ისედაც ხედავთ ხოლმე რომ ხან ფერები იცვლება, ხან რაღაც თვითონ გამომეტყველება, ხანდახან თვითონ სურათის რაღაცა ნიუანსები. მოდი შეხედე რა თუ ხედავ, რამე თუ შეიცვალა, შეიძლება რაღაცა უბრალოდ უფრო მკვეთრი გახდეს. შეიძლება რაღაცა პირიქით უფრო წაიწიოს ფონში და გაბაცდეს შენ აღქმაში. ეს ძალიან წამოიწია. აი ეს ქალის როლი შემოვიდა ძალიან. წამოღვა. კი. და თვითონ თითქოს კარტშიც ესე წინა პლანზეა. ოდნავ უფრო წინ დგას ერთი ორი ნაბიჯით ვიდრე მამაკაცი. აი პირდაპირ აქ. ზუსტად ეგეთი განცდა მაქვს. აი ძალიან თითქოს ეს გაბაცდა მართლა და ეს არის ფიგურა ახლა. და ეს არის ფიგურა. ვირტუალურად. ძალიან კარგი, ძალიან კარგი. ფიგურა ეს უნდა იყოს. რეალურად ეხა მეც რო ვუყურებ, თითქოს მართლა ყველაზე წინ დგას. წინ არის წამოწეული. წინ არის წამოწეული და სწორედ ეს უნდა, ასე ვთქვათ, დაეხმაროს ამას, ხო? ძალიან საინტერესოა. კი. ფაქტიურად ესეთი თერაპიული ის იყო, ხა განცდები, თითქოს მართლა ხდებოდა ეს ყველაფერი. ეს არის მიზანი. ეს არის მიზანი, იმიტომ რომ ჩვენ ხო რაღაცის შეცვლა შეგვიძლია მხოლოდ და მხოლოდ რაღაც ცხადგრძნობებით, ხო? აი ეგ გზენი ცხადგრძნობას. ხო, იმიტომ რომ ინტელექტუალურად მე შეიძლება კი რა თქმა უნდა მე ავხწერ კიდევაც რა ხდება. შეიძლება სიუჟეტიც კი მოვიფიქრო, ესეც არ იქნება, თქვა თურიგო, მაგრამ ეს მხოლოდ ჯერ გზაზე გამიყვანს, მაგრამ არ მიმიყვანს მიზნამდე. იმისთვის რომ რაღაცა შეიცვალოს, ემოციური ცვლილება უნდა მოხდეს. ემოციურად უნდა ვიგრძნო ეს. და იმას ესე გეშტალტურად ეს შევიგრძნოთ და ცოტა დახუროთ კიდე. რა თქმა უნდა შევიგრძნოთ, იმიტომ რომ ინტელექტუალური ცოდნა კი ახლა ეს გვეცოდინება, მაგრამ გავაერთიანე და თითქოს რაღაცა ჩაირთო ახალი რაღაც ახალი პროცესი უკვე. კი და ეს პროცესი შემდეგ იწყებს მუშაობას, როგორც წესი, ასეთი თერაპიული სესიის შემდეგ ფაქტიურად შეიძლება ითქვას, რომ პროცესი ჩართულია, ნელ-ნელა მიდის და თავის საქმეს აკეთებს. როგორც წესი ესეა. ძალიან მომეწონა. ესე იგი, ეხლა ცოტა ესეთ რაღაცას ვიტყვი, რომ მე დავიმშვიდობები ჩვენს მსმენელს და თქვენთან ვერ სხვა რაღაცებს გავევლი. რაღაცა ცოტა ისე დამაიტისეთი მომეწონა ეხლა, რომ უკვე უცებ ამომტივტივდა რაღაც კადრს მიღმა რომ უნდა გავარკვიოთ. ეხლა ამ ხელა გახსნა გავაკეთე თერაპიული, გამიცანით კიდე უფრო ახლოს. მაგრამ არის კიდე უფრო სხვა რაღაცებიც. ძალიან დიდი მადლობა ქალბატონ ლიკა. სხვადასხვა ცოტა ხანში გვაქვს მე და ქალბატონ ლიკას ესეთი ლაივი დაგეგმილი, დაიდება მალე ივენთი და ძალიან საინტერესო პრაქტიკას შემოგთავაზებს ქალბატონ ლიკა პოზიტიური ფსიქოთერაპიის საერთოდ არს, როგორ მუშაობს პოზიტიური ფსიქოთერაპიაში. წარმოადგენს და სხვადასხვა ვაკეთებთ ეს ივენთი ნებისმიერ შეუძლია დაესწროს Google Meet-ით იქნება შეხვედრა, ვისაც გექნება სრული შეგიძლიათ შემოგვიერთდეთ, იმიტომ რომ ძალიან საინტერესო კვლევარის არის ქალბატონ ლიკა გეშტალტ ფსიქოლოგიაში და ძალიან კარგი კვლევები აქვს, ძალიან საინტერესო ინფორმაციები აქვს და ჩვენს ეზოთერულ საზოგადოებას გონი კიდევ უფრო გამდიდრებს შინაგან ცოდნაში. ძალიან დიდი მადლობა მინდა გითხრათ, რომ ესე ოჯახურად შემომიშვით თქვენს პირად სივრცეში და ძალიან მიხარია რომ ესე ვიპოვეთ ერთმანეთის სუჩემთხვევით. მეც ასევე, მართლა და უღრმესი მადლობა და მადლობა თქვენს მეგობრებო, ვისაც დაგაინტერესებთ, შეგიძლიათ დაწეროთ კომენტარები.
როგორ მოგეწონათ პრაქტიკა მაგალითად რას ფიქრობთ თქვენ ამ ყველაფერზე ძალიან ველოდები ხოლმე თქვენგან კომენტარებს და წარმატებები თქვენ და ბედნიერად გამოდით წარმატებები ყველას